მინდა მივესალმო ჩემს გორელებს. პირველ რიგში მოვახსენოთ, რომ მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი, მე ვარ ჩემი ძმის ბატონ შოთა ჭოჭიშვილის მეგობარი და მოუწოდებ გორელებს, როგორც ღირსეულ მოქალაქეს, ღირსეულ კაცს, ღირსეულ პიროვნებას, რომელსაც თავის წლების მანძილზე დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული მოქალაქე, ღირსეული კაცი და ის ნამდვილად ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას და თავის ქალაქს. რა ცოტა ძნელია ჩემგან, როგორც ჩემი კოლეგა, ჩვენ სპორტსმენები ვიყავით წლების განმავლობაში, ერთად ვიცავდით ჩვენი ქალაქის და ჩვენი რესპუბლიკის ღირსებას, მასზე ძალიან ბევრი ვილაპარაკო თუ ჩემპიონი დასჩენები და შევხო მის მოქალაქეობრივ თვისებებს, რომ შოთა გამორჩეული კაცია, თავის კაცმოყვარეობით არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. მას არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი როგორც გორელებისათვის, ასევე სხვადასხვა რესპუბლიკაში ცხოვრები გაჭირვებული ადამიანებისათვის, სპორტსმენებისათვის და ასე შემდეგ. პირველი და მთავარი რაც მე მინდა, რომ რატომ უჭერ შოთა ჭოჭიშვილი, ჯერით მე არა მაქვს უფლება, რომ არ დაუჭირო მხარი როგორც სპორტსმენმა, როგორც მისმა თანაქალაქებმა და მე ყოველთვის გული მტკივა იმის გამო, რომ ჩვენი ახალგაზრდობა წლების განმავლობაში ეს ბოლო 10 წელია, რაც ეს ყოფილი საბჭოთა კავშირი დაინგრა და დაიქცა, ჩვენი ახალგაზრდობა მთლიანად გადაგვარებულია. აცდენილია ცხოვრების წეს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ახალგაზრდამ, თუ როგორი უნდა იყოს ის, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისათვის, მომავლისათვის და მე მგონი აი სპორტული სულის გაგვიძება ახალგაზრდებში, სპორტული სექციების გახსნა ქალაქში, ფეხბურთის მოედნები იქნება, საჭიდაო დარბაზები იქნება, თუ ჩოგბურთის კორტები იქნება, რომ ძალიან ბევრი იყოს ქალაქში, რომ აი ახალგაზრდები აი რამე საქმით დაკავდნენ და ჩვენ და სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდობა, ვიცით ჩვენ ქალაქში თუ რამდენი უბედურება ტრიალებს, ხან ვის მოიტაცებენ, ხან ვის მოკლავენ, ნარკომანიამ კიდევ ჩვენი ქალაქი მთლად გადააშენა და უამრავი ნარკომანია ქალაქში და მე აი მგონია და ჩემი აზრია, რომ შოთა ჭოჭიშვილი ამის გამოსწორება შეძლებს ქალაქში, რომ ჯანმრთელი წესი ცხოვრებისა იყოს, ჯანმრთელი ახალგაზრდობა ყავდეს ჩვენს ქალაქს, რომ ჩვენი სამშობლო სიძლიერე განისაზღვრება ახალგაზრდა მომავალი თაობის და აი მე ამის იმედი მაქვს ჩემი შოთას და მინდა რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს ქალაქელებს, გორის მოსახლეობას მოუწოდოთ, რომ ჩვენ საყვარელ კაცს მის წეხმა დაუჭირონ ხარი და შემოხაზონ ციფრი 34. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.